გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე, მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. შეტევა ეკლესიაზე, მმართველი გუნდი კონკრეტული ჯგუფების მიზანზე და სტრატეგიაზე. ბანკი ქართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად 51 საერთაშორისო საბანკო კონფერენციას მასპინძლობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ უწყებას. მოგესალმებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს 30 პირი. გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია უკანონო სამეწარმეო საქმიანობის 3 ფაქტი. ბრალდებულების შიდა ქართლის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში შესაბამისი ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ასევე სალიცენზიო პირობების დარღვევით ახორციელებდნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და რეალიზაციას. აღნიშნულ ფაქტებზე მხილებულია 6 პირი, მათგან 4 დაკავებულია. პირველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტში მდინარე დიდი ლიახვის კალაპოტში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე უკანონოდ მოიპოვა 9163.35 კუბური მეტრი ქვიშახრეში, რამაც გარემოს 138.050.75 ლარის ზიანი მიაყენა. მეორე სისხლის სამართლის საქმეზე დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში ბრალდებულებმა სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტის შენიღბვის მიზნით დაამზადეს 3.453.000 ლარის ღირებულების პროდუქციის შესყიდვის ამსახველი ყალბი დოკუმენტები. ასევე მდინარე რიონის კალაპოტიდან 1.346.371 კუბური მეტრი წიაღისეულის უნებართო მოპოვებით გარემოს 19.561.423 ლარის ზიანი მიაყენეს. მესამე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიები დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გურჯაანისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში უნებართოდ მოიპოვეს 144.793 კუბური მეტრი ქვიშახრეში. დანაშაულის დაფარვის მიზნით გამოყენებული იყო ყალბის საგადასახადო დოკუმენტაცია. გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 2.172.502 ლარი შეადგინა. ჯამში უკანონოდ მოპოვებულია 1.500.327 კუბური მეტრი სასარგებლო წიაღისეული, ხოლო გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 21.171.975 ლარი შეადგინა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192, 194, 200, 218 და 299 მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 12 წლამდე ვადით. ამასთან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია ჯგუფურად სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების არაერთი ფაქტი. ერთ-ერთ საქმეზე დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 8925 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებს, რომლის ღირებულება 1.299.265 ლარს შეადგენს. აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში მიეცა 18 პირი. მეორე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულმა მცხეთის მუნიციპალიტეტში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5975 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაა 591.525 ლარი. მესამე სისხლის სამართლის საქმეზე ახალციხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა საჯარო რეესტში მცდარი ინფორმაციის წარდგენით უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი 25.760 ლარის ღირებულების 654 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. მეოთხე საქმეზე ბრალდებულმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს კუთვნილი 224.492 ლარის ღირებულების 4650 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთები თაღლითურად დაირეგისტრირეს. აღნიშნული ქონების ნაწილი უკვე გასხვისებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ ბრალდებულის ოჯახის საკუთრებაშია.
მთლიანობაში ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ 20.194 კვადრატულ მეტრ სახელმწიფო მიწას, რომლის საერთო ღირებულება 2.141.042 ლარს შეადგენს. მიმდინარეობს მიწების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცედურები. აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 და 362 მუხლებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივი სქემების სრულად გამოვლენისა და მასში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. უწყება მკაცრ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტისა და გარემოსთვის ზიანის მიყენების ნებისმიერ ფაქტზე. მადლობა ყურადღებისთვის. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან. უწმინდესისადმი მადლიერების და სიყვარულის გამოსახატავად მოქალაქეები სიონის ტაძარში ყოველდღიურად იკრიბებიან. საპატრიარქო ტახტის მოსახდრის მეუფე შიოს კურთხევით პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდება. ანა ბერძენიშვილია სიონიდან პირდაპირ ეთერში. პატრიარქის გარდაცვალებიდან მეათე დღეს სიონის საპატრიარქო ტაძართან მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. 17 მარტიდან დღემდე ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ერთიანობის, მადლიერებისა და პატივისცემის საუკეთესო მაგალითი ილია მეორის მიმართ ადამიანის, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას სათავეში თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ედგა. დღეს აქ მოსული ადამიანები ბუნებრივია პირველ რიგში პატივს მიაგებენ ილია მეორის საფლავს, მას გაწეული ღვაწლისთვის, რომელიც მართლმადიდებლურ სამყაროში მას ჰქონდა, მადლობას უხდიან. ილია მეორე მართლაც რომ განსაკუთრებული პიროვნება იყო საქართველოსთვის, მისმა სიკვდილმა ჩვენ რა თქმა უნდა რომ ყველა მთელი საქართველოს მთელი ერი დაგვანაღვლიანა და ჩვენ დღეს მოვედით აქ რომ მივაგოთ მას პატივი და მოვიხსენოთ მისი სული. მოგზავნი რომ კიდე სამხელი დაუნთო პატრიარქს და მადლობა უთხრა უფალს, რომ ყავდა ასეთი კაცი. მადლობა უფალს, რომ ცხოვრობენ ეპოქაში, როცა პატრიარქის პერიოდში მომიწია ცხოვრება და ამ უდიდეს პიროვნებას დღეებიც არ უნდა, წლები არ უნდა, ისე გამოჩნდება მისი ამაგი და მისი ღვაწლი ქართველი ხალხის. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო მარტო საქართველოსთვის, არა ჩემი აზრით, მთელი მსოფლიოსთვის. ძალიან დიდი დანაკარგია და მთელი ერის გაერთიანებით ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ჩვენ კვლავ მოვედით პატრიარქთან, ჩვენ პატრიარქთან კურთხევის ასაღებად, ჩვენი ცხოვრებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისათვის, ჩვენი უსაყვარლესი პოეტის ლადო ასათიანის ერთ-ერთი ძვირფასი ლექსის პერიფრაზირება რო თქვა, დღეს სიონის ტაძარში საქართველოს გული ასვენია. ყველა მოქალაქეს ეძლევა საშუალება ჯეროვანი პატივი მიაგოს, სასურველი პატივი მიაგოს მის უწმინდესობას. ეს რა თქმა უნდა მათი გამოხატულება, მათი პატივისცემის და სიყვარულისა თითოეულ ადამიანს ეკლესია აძლევს ამის საშუალებას დილის 8-დან 10 საათამდე რომ მოვიდეს. მადლობა უფალს რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ამის საშუალება რომ მის უწმინდესობას პატივი მივაგოთ. მეუფე შიოს კურთხევით პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება, როგორც უკვე მოისმინეთ, ყველა მოქალაქეს სიონის ტაძარში მოსვლა დილის 8-დან საღამოს 10 საათამდე შეეძლებათ. მადლობა ანა ბერძენიშვილს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მძიმე ბრალდებების და შეტევის სამიზნეა. მმართველი გუნდის შეფასებით წლებია ეს კამპანია მართულია და ეკლესიაზე შეტევა კონკრეტული ჯგუფების სტრატეგიის ნაწილია. ნინი გოგიშვილი მუშაობს თემაზე, ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. რელიგია რწმენის გამტკიცება სახელმწიფოებრიობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომაც უდიდესი უმცირესობა წლების განმავლობაში ცდილობდა და ცდილობს ეკლესიის როლის დაკნინებას. მმართველი გუნდის განმარტებით ოპოზიცია, მათი მოკავშირეები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დაკვეთას სწორედ გარე ძალების გარედან იღებენ, რომლის მთავარი მიზანი სწორედ არის ეკლესიის როლის იმიჯის შელახვა და დაკნინება, ისე რომ ერი გახლით ჩვენ, თუმცა მათი არაერთი მცდელობისა და თანაც მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად მათ ეს არ გამოუვიდა და საზოგადოებამ კარგად დაინახა რელიგიისა და ეკლესიის ქვეშ გაერთიანებული ერი. დღეს ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა გაიხსენა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის
2004 წლის სიტყვები ილია მეორე ჯერ კიდევ წლების წინ დარდობდა და წუხდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ცდილობდნენ ეკლესიის როლის დაზიანებას და იმედს გამოთქვამდა, რომ ეს პროცესები დასრულდებოდა. თუმცა მისი იმედი შეიძლება ითქვას, რომ იმედად დარჩა, თუმცა საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ ვინ იდგა ამ პროცესების მიღმა და მრავალწლიანი დუმილისა და მოთმინების შემდეგ მათ საკადრისი პასუხიც კი გასცეს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სწორედ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამ წლების განმავლობაში არაერთი შეტევის ფონზე ერის სადარაჯოზე იდგა და მისი წინამძღოლობით ეკლესია იქცა ნავსაყუდელად, ერთადერთ სიმყარედ იმ ეპოქაში, როდესაც ქარიშხალი არ წყდებოდა. ამ დღეებში, როდესაც პატივს მივაგებთ ჩვენი პატრიარქის ხსოვნას, ასევე ვიხსენებთ მის სიტყვებს და მოწოდებებს, რაც მრავლად დაგვიტოვა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის სიტყვები, სადაც აღწერდა როგორც შექმნილ ვითარებას, ასევე იმ პროცესებს, რისი გავლაც ეკლესიას და სახელმწიფოს მოუწევდა. მისი წინამძღოლობით ეკლესია იქცა ნავსაყუდელად, ერთადერთ სიმყარედ იმ ეპოქაში, როდესაც ქარიშხალი არ წყდებოდა. ათეიზმის ძალმომრეობა, დევნა, იდენტობის რღვევა, სამოქალაქო დაპირისპირება, სიღარიბე და სასოწარკვეთა ამ ყველაფრის შუაგულში იდგა ეკლესია, როგორც უკანასკნელი საყრდენი. და სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს ახალი იმედები იბადებოდა, ილია მეორე უკვე ხედავდა მომავალ საფრთხეებს. 2004 წელს წარმოთქმულ მის სიტყვებში მკაფიოდ იკვეთება იმ განსაცდელის მთელი არქიტექტურა, რის წინაშეც დადგებოდა ერი და ეკლესია. პატრიარქი ლაპარაკობს იმ გარე ძალებზე, რომელთაც არ სურთ ძლიერი ეკლესია საქართველოში, არ სურთ ეკლესია, რომელიც აერთიანებს ერს, იცავს მის იდენტობას, ამაგრებს მის სულიერ საძირკველს. და თუ ეკლესია არ ჩადგება მათი გლობალისტური დღისწესრიგის სამსახურში, ისინი შეეცდებიან მის დანგრევას, გაყოფით, დისკრედიტაციით, შეურაცხყოფით, ანტიდასავლური თუ პრორუსული იარლიყების მიკერებით. ამ პროცესს ისინი არქმევენ ცრუ სახელებს, სამოქალაქო საზოგადოება, იგონებენ ცრუ იდეოლოგიებს, გენდერული იდენტობა და გვთავაზობენ მათ როგორც უპირობო პროგრესს, აპრიორი სათაყვანებელს და გადამრჩენს. გვთავაზობენ სამყაროს, სადაც ხალხის ნებაზე მაღლა უნდა იდგნენ არავისგან არჩეული არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც ტრადიციაზე მაღლა უნდა დადგეს მოდური თეორიები და სადაც სარწმუნოებაზე მაღლა დაგვიყენებენ დროებით იდეოლოგიებს. სწორედ ამ სიცრუეს და საფრთხეს ამხელს პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ დროს, როდესაც ეს პროცესები მხოლოდ იწყებოდა და ბევრისთვის უხილავი იყო. ის ხედავდა, რომ წინ გველოდა რთული წლები, რომელმაც 9 წლით დაასამარა ეკლესიისა და სახელმწიფოს ბუნებრივი თანხმედრის იდეა. დიდია საქართველოს პატრიარქის ღვაწლი გასული 10 წლების განმავლობაში, მაგრამ ერის სადარაჯოზე დგომის ეს სიმტკიცე, სიბრძნე და შორსმჭრეტელობა მას ერის ჭეშმარიტ მამად აქცევს. ის იყო გამაერთიანებელი მაშინაც კი, როდესაც საზოგადოება იყოფოდა. ის იყო დიპლომატი, მაგრამ არასდროს დაუთმია არც ერთი მისხალი იქ, სადაც საკითხი საქართველოს ეროვნულ და სულიერ ფასეულობებს ეხებოდა. საბედნიეროდ ის მოესწრო დროს, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკის დღისწესრიგში დაბრუნდა უმთავრესი ეროვნული ცნებები, დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა, რომლის სულიერი შემაკავებელიც 2000 წლოვანი ქართული ეკლესიაა. აღარ არსებობს არავითარი პროდასავლური და ანტიდასავლური, პრორუსული თუ ანტირუსული, პროჩინური, ირანულ-ევროპული თუ პირიქით. არსებობს მხოლოდ ქართული და ანტიქართული. არსებობს საკუთარი ქვეყნის სამსახურში მდგომი, ქვეყნის ინტერესებით მოქმედი, მისი ჭირვარამის მტვირთველი პატრიოტი და არსებობს უცხო ქვეყნის ინტერესებით შეგნებულად თუ შეუგნებლად მოქმედი, მათი დროშების ქვეშ მდგომი, უცხო გავლენით მოხიბლული პროტესტანტი. აქ გადის ზღვარი. ამ ბრძოლაში ვართ ჩვენ არაერთი საუკუნეა. ეს არის ბრძოლა რწმენის იდენტობის და თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ ისე როგორც საუკუნეები ვიმარჯვებდით. აწლეულების განმავლობაში მიზან მიმართულად ცდილობენ, რომ როგორმე განხეთქილება შეიტანონ ეკლესიაში, როგორმე ქართული ხალხი ეკლესია სახელმწიფო ერთმანეთისგან დააშორონ და ეს სინერგია არ არსებობდეს და რატომ ეს მთავარი მიზანია, რომ ჩვენ ქვეყანაში არ უნდა იყოს არავითარი პატივსაცემი ადამიანი, არავითარი პატივსაცემი ინსტიტუცია, შესაბამისად მორალურად უნდა იყოს დანგრეული ერი და მორალურად დანგრეული ერის მართვა უკვე მარტივდება. ჩვენს ქვეყანაში თუ არ არსებობს ეკლესია და სხვა კონფესიები თუ არ იქნება რწმენა, თუ არ იქნება მორალი, თუ არ იქნება კულტურა, წესი, წარსულის პატივისცემა, ჩვენ ვერანაირად ვერ შეძლებთ, რომ თავისუფალი ქვეყანა და მშვიდობა უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის შვილებისათვის. ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ თუ საიდან მოდის, ვისი დაკვეთით და როგორ იმართება აღნიშნული პროცესები. ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა კითხვას, რომელიც არსებობდა საზოგადოებაში, პასუხი გაცემულია, ყველაფერი კარგად დაინახა, ვინ არის და დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან მარტივად შეუძლია გააკეთოს შეფასება
თუ რომელი პოლიტიკური დაჯგუფება ვის და რას ემსახურება. წმენის იდენტობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება. მართველი გუნდი თავის მხრივ პირობას დებს, რომ ამ ბრძოლაში საკუთარ წვლილს შეიტანენ იმისათვის, რომ ანტიეკლესიურ კამპანიას შედეგი არ ჰქონდეს. ნინი გოგიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დიდი ბრიტანეთის მთავრობა უცხოური ჩარავის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას ცდილობს და ამ მიზნით პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შეზღუდვას გეგმავს. Sky News-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აპირებს პოლიტიკოსებისთვის კრიპტოვალუტით განხორციელებული შემოწირულობების აკრძალვას, ასევე უცხოეთიდან შემოწირულობების შეზღუდვას. ეს სავარაუდოდ დააზარალებს ნაიჯელ ფარაჯის მემარჯვენე პარტიას, რომელმაც გასული წლის განმავლობაში ტაილანდელი ინვესტორის კრისტოფერ ჰარბორნისგან 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო. ფარაჯის პარტია ასევე ყველაზე მეტ შემოწირულობებს იღებს კრიპტოვალუტით. აი ხო ხედავთ, ის რაც ჩვენთვის არ შეიძლება, მათთვის ეს ყველაფერი მისაღები. როდესაც უცხო ქვეყანა აფინანსებს ჩვენ შიდა პოლიტიკას, ეს წარმოუდგენელია ხა, ხო, ნებისმიერი თავმოყარე ქვეყანა იმოქმედებს, მიიღებს კანონებს, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება ჩაერიოს ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და მით უმეტეს პოლიტიკა დააფინანსოს გარედან. ის რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს იყო გამჭვირვალობის კანონის მიღება. არ მოწონთ იმიტომ რომ უნდათ რომ ყველაფერი შავად იყოს, არავინმა არაფერზე არაფერი ინფორმაცია არ უნდა იცოდეს და რაც უნდათ აკეთონ და ისე იმოქმედონ, მაგრამ ამას ვერ დაუშვებთ. ჩვენ ამაზე ბევრი ახსნა-განმარტებები გავაკეთეთ. ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, დავიცავთ ქვეყნის ინტერესს. თუ იგივეს გავიმეორებთ, რასაც ბრიტანელები ამოწმენ, ეს არის დემოკრატიული უკუსლა, ეს არის პოლიტიკური სივრცის და სამოქალაქო სივრცის გაუმართლებელი შეზღუდვა და არაპროპორციული შეზღუდვა. და როგორც იტყოდნენ, რუსული კანონის განხორციელება, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ. აი დღეს, როდესაც დიდი ბრიტანეთი დადგა ამ გამოწვევების წინაშე, ზუსტად იგივეს აკეთებს, რასაც საქართველო აკეთებდა, როდესაც ჩვენ ვიდექით ასეთი გამოწვევების წინაშე. თუ სხვა ქვეყნებს მაგალითად აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყანა დაიცვან გარეთ ჩარევებისაგან, დიახ, ჩვენს გვაქვს ამისი უფლება. ამ ყველა საკანონმდებლო სივრცეს რუსული დაარქვეს, იმიტომ რომ ეს არ იყო მათთვის მისაღები. აი მაშინ, როდესაც თვითონ უდგებათ ხოლმე აღნიშნული გამოწვევები და მსგავსი გამოწვევები, თვითონ იღებენ ასეთ საკანონმდებლო ჩარჩოებს. იხედავთ, რომ ჩვენზე თავდასხმა მიმდინარეობს და რატომ? იმიტომ რომ ისევ და ისევ ქართული ოცნების გუნდი არ უასრულებს გარკვეული ძალების დავალებებს, რომელიც მთავარი მიზანიც არის ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი ეკონომიკის ჩამონგრევა და ჩვენ ქვეყანაში სისხლის გავლოს დატრიალება. არც არასდროს არ გავაკეთეთ. 16 ადმინისტრაციული საქმე, არც ერთი გადახდილი ჯარიმა, უარი გირაოს გადახდაზე და დანაშაულის არ აღიარება. ამ ყველაფრის ფონზე მართველი გუნდი ხოშტარიას მხარდამჭერ განცხადებებს ეხმიანება. მათი თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ქვეყნის მართლმსაჯულებაში ჩარევის ცდელობაა. ცდელობა, რომ ელენე ხოშტარია წარმოადგენონ რაღაც დევნის ობიექტად, მისი ოჯახური მდგომარეობა იყო სპეკულაციის საგანი და ამით გაამართლონ ხოშტარიას ჩადენილი უამრავი კანონსაწინააღმდეგო ქმედება იმ ადამიანის, რომელიც ხან დასავლეთიდან ფინანსდება, ხან რუსეთიდან მილიონობით რუბლით. ეს ყველაფერი და ამ ყველაფრის გამართლება და შემდგომ კიდევ თავდასხმა კონკრეტული ქვეყნების საელჩოებიდან ქართულ მართლმსაჯულებაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა დიპლომატიური კორპუსის კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან, ხოლო დანაშაულის ჩადენა გამართლება იმით, რომ თითქოს პოლიტიკოს გააჩნია რამე ინდულგენცია ჩაიდინოს ძალადობა და შემდგომ გათავისუფლდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ეს არის ერთის მხრივ ჩარევა მართლმსაჯულებაში და უცხოელების მხრიდან, რომ მაქსიმალურად განარიდონ ეს პირი მართლმსაჯულებას და პასუხისმგებლობას და მეორეს მხრივ ამასთან ერთად ეს რა ნიშანია და რა გზავნილია სხვებისთვის, რომ წაახალისონ, მიდით თქვენც იგივე გააკეთეთ, ამას მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებით, დაგეხმარებით, სხვანაირ შეფასებებს გავაკეთეთ, თვალს დავხუჭავთ რეალურ დანაშაულზე. აი ეს არის ერთის მხრივ პასუხისმგებლობიდან განარიდება და მეორეს მხრივ დანაშაულის წახალისება სხვებისთვის.
ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროპიდან რუსეთში სამხედრო წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტი გაიზარდა, ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედება. ირკვევა, რომ ირლანდიის უმსხვილესი საწარმო ალუმინის ნედლეულის მიწოდების იმ ჯაჭვში შედის, რომელიც საბოლოოდ რუსულ სამხედრო წარმოებას კვებავს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მაშინ როდესაც ევროპული სახელმწიფოები საქართველოსგან რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას და ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას ითხოვენ, თავად ევროპული ქვეყნები წარმატებით განაგრძობენ რუსული სამხედრო ინდუსტრიის მომარაგებას, რაც ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს. ყველაზე კარგი დასკვნა, რაც შეიძლება საზოგადოებამ გამოიტანოს არის, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ყველაფერი უნდა ავწონოთ და გავზომოთ იმით, ჩვენთვის ეს რამდენად იქნება სასიკეთო. თორე ჩვენ ხედავთ ევროპაში ერთ დღეს ერთს ლაპარაკობენ, მეორე დღეს სრულიად საპირისპირო რაღაცას აკეთებენ, ერთ დღეს მორალურად განგშიან და მეორე დღეს სრულიად მორალური პრინციპების დარღვევით მიიღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომ და რაც რო გადის, რაც თავარია, რაც რო გადის, საზოგადოება უფრო მეტად ხედავს აი ამ მიდგომის სისწორეს, რომ აუცილებლად საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ, იმიტომ რომ სხვა არავინ ამ ნაწილში არ იფიქრებს ჩვენზე. ღიად ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოში არსებობს რაიმე შავი ხვრელი, რომელიც უნდა მოძებნონ იმისთვის, რომ დააფინანსონ სხვადასხვა დესტრუქციული ჯგუფები, აღმოჩნდა, რომ თვითონ აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ნედლეულთან დაკავშირებით, რომელიც გამოიყენება ალუმინის წარმოებისთვის. აქ საუბარია 400 მილიონ ამერიკულ დოლარზე, რომელიც გადაუხადეს რუსეთის ფედერაციას იმისთვის, რომ მომხდარიყო აღნიშნული ნედლეულის ექსპორტი. ბანკი ქართულ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს. ფორუმი აერთიანებს საერთაშორისო და რეგიონული საფინანსო სექტორის ლიდერებს ფინანსური სექტორის აქტუალური საკითხების, მიმდინარე ტენდენციების და განვითარების პერსპექტივების განსახილველად. კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი რანგის სპიკერები, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე. ღონისძიებაში მონაწილეობს 250-ზე მეტი დელეგატი 30-მდე ქვეყნიდან და 100-მდე სხვადასხვა ინსტიტუტიდან. კონფერენცია უმასპინძლებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე თემატურ დისკუსიებს. კონფერენცია პირველად ტარდება ზოგადად კავკასიის რეგიონში და საკმაოდ წარმომადგენლობითი დასწრება იქნება ბანკები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან, ტექნოლოგიური კომპანიები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზარდ მნიშვნელობას როგორც რეგიონალური ფინანსური ცენტრის. ამავდროულად კომპანიებს ექნებათ საშუალება, რომ გაცვალონ საკუთარი მოსაზრებები, შეხედულებები, გამოცდილება ახალ ტექნოლოგიურ პროგრესზე, ცვლილებებზე, რეგულაციულ საკითხებზე. კომპანიებს ასევე ექნებათ საშუალება დაამყარონ პირდაპირი ურთიერთობები, რაც საკმაოდ ეფექტური იქნება და ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ჩვენს პლატფორმას წარმოადგენს როგორც მძლავრ ფინანსურ ბაზას. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ აღიარებს ასევე საქართველოს როგორც სტაბილური და მდგრადი ფინანსური ბაზრის მნიშვნელობას. ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს პირველი ლედი გლობალური სამიტის ერთად უკეთესი მომავლისთვის ფარგლებში თამარ ბაგრატიონი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და სამიტზე მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის პრეზიდენტს, ოჯახების მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტს და მათ დელეგაციასაც შეხვდა. იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს. 55 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე, რაც ჩემი კოლეგებისგან, როგორც ვიცი, ეგეთი მასშტაბური არასდროს არ ყოფილა. თემაც იყო განსაკუთრებული და ძალიან გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რაც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში თავის ქვეყნებში ჩაატარებენ ღონისძიებებს. ეს ვიზიტი შეიტანს თავის წვლილს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განახლების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები არის წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში ახალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და საქართველოს პარტნიორობა, მჭიდრო ურთიერთობა ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ძალიან სასარგებლო საქართველოში მთელი რიგი მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სამიტი კონცენტრირებული იყო მომავალ თაობებზე, საქართველოს მოწვევა და
საქართველოს ხმის გაჟღერება პირველი ლედის ახალ ინიციატივაზე იყო კიდევ ერთი გზავნილი ამერიკის მხრიდან ქართველი ხალხისადმი, რომ საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სრულუფლებიანი წარმომადგენელი, რომელიც ჩართული არის გლობალური პოლიტიკის ფორმირებაში. ჩვენ გქონდა შესაძლებლობა გავცნობოდით სხვა კომპანიებს, მათ სერვისებს და გვესაუბრა და გქონდა შესაძლებლობა გაგვეცვალა ერთმანეთის გამოცდილებები და გვესაუბრა სამომავლო თანამშრომლობაზე. ჩვენს პირველ ლედის გქონდა ძალიან საინტერესო ინტერვენციები, ძალიან საინტერესო საუბრები პირველ ლედებთან და მათ სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრეს. სამგორის რაიონში ვარკეთილის მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა გრძელდება, ტერიტორიაზე გარემოედნების მოწყობა უკვე დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე გაკეთდა ჩოგბურთის 2 კორტი, ფეხბურთის და პადელის მოედნები, ასევე მცირესკეით ზონა ბავშვებისთვის. გარდა ამისა, დამონტაჟდა გარეგანათების და სარწყავის სისტემები, უსაფრთხოების კამერები და ადგილობრივი გამგეობის დახმარებით გარე პერიმეტრზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სამუშაოებს დღეს თბილისის მერი გაეცნო. სამუშაოები დამთავრებულია, პროექტის ფარგლებში გაკეთდა 2 ჩოგბურთის მოედანი, 1 პადელის მოედანი, 1 საფეხბურთო მოედანი, თავისი ღამის განათებებით. 1 აპრილიდან უკვე დაიწყებს მუშაობას, დაიწყებს სტუმრების მიღებას, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ძალიან დატვირთული იქნება. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს, ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა. სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა თქვა, რომ როდესაც ზიანი ანაზღაურდება და იქნება მზაობა საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, პროკურატურა ამ საკითხზე მსჯელობას დაიწყებს. მისივე თქმით, რამე კონკრეტული პირობა გადაწყვეტილი არ არის. ჯუანშერ ბურჭულაძეს ჯამში 1,5 მილიონ ლარზე მეტის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. აფხაზეთის მთავრობა დევნილი ახალგაზრდებისთვის უპრეცედენტო პროგრამას იწყებს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 300 და 200 ლარიან სტიპენდიებს მიიღებენ. სიახლის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შემოსულია დაახლოებით 220-ზე მეტი განაცხადი. ჩვენ არ გქონდა გათვალისწინებული ბიუჯეტი ესეთ რაოდენობის განაცხადების დაფინანსებაზე, თუმცა ჩემი გადაწყვეტილებით უშუალოდ ყველა სტუდენტი იქნება დაფინანსებული. ამისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 9 მილიონი ლარი. სურს დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს მსგავსი მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. აფხაზეთის მთავრობისთვის კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება განათლება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი ერევნის ჩაიკოვსკის სახელობის პროფესიულ მუსიკალურ სკოლაში მასტერკლასებით დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრთან, ასევე კულტურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის და აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ ბათუმის მონაწილეობით კი გაიმართება კონცერტები სახელწოდებით მუსიკალური ბათუმი ერევანსა და ვანაძორში, რომლებიც მიეძღვნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას. ვართ ჩამოსულები იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობა, კულტურული დიალოგი. ჩატარდება 2 ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი. კონცერტები მიეძღვნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას. ქრონიკაში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.